მოგესალმებით ბათუმელების ლაივში. ვიწყებთ დღეს ლაივს ვიმყოფებით ბათუმში, ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოსთან, აქვე არის აჭარის მთავრობის სახლი და დღეს ჩვენთან ერთად ლაივს შემოუერთდებიან საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენელი აჭარაში მალხაზ ჭკადუა და ფაქტმეტრის უფროსი ანალიტიკოსი ნაზირ ეხვიაშვილი. რაზე ვსაუბრობთ? ვსაუბრობთ იმ თანამდებობის პირებზე, ვინც დასავლეთს აშავებს, ასე ვთქვათ, და ამის პარალელურად უარს არ ამბობს ევროპულ სიკეთეებზე. თუმცა სანამ ამ თემაზე საუბარზე გადავიდოდეთ, მინდა გაგახსენოთ, რომ 31 აგვისტოს დასრულდა ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესი, სადაც განიხილებოდა რუსული კანონის შეჩერების საკითხი. 12 დღე გავიდა, საქართველოს მოსახლეობა ელოდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ, უნდა გასცეს პასუხი კითხვას, ის აჩერებს თუ არა დროებით, იყენებს თუ არა დროებით შეჩერების მექანიზმს და აჩერებს თუ არა დროებით რუსული კანონის მოქმედებას და მიიღებს თუ არა წარმოებაში 4 სარჩელს, რომელიც შესულია საკონსტიტუციო სასამართლოში. თქვენ ბათუმელების საშუალებით თვალს ადევნებდით ამ განხილვებს, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ვეკითხებით სასამართლოს, როდის იქნება გადაწყვეტილება, ჯერ მათ ამაზე პასუხი არ გაუციათ. დღეს ვლაპარაკობთ იმ ადამიანებზე, ვინც ეს რუსული კანონი მიიღო საქართველოში. ბათუმელებზე რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა სტატია და მე ხა გაჩვენებთ ამ სტატიას, სანამ უშუალოდ გადავალ ჩვენს დღევანდელ სტუმრებთან. შეგიძლიათ ამ სტატიის ნახვა ჩვენს ვებგვერდზე, გაზიარებულია და წაიკითხოთ იმ ადამიანების შესახებ, ვინც მიიღო რუსული კანონი, ვინც მონაწილეობდა რუსული კანონის მიღებაში და ვინც, ასე ვთქვათ, წვლილი შეიტანა იმაში და წვლილი შეაქვს დღემდე იმაში, რომ საქართველოს დასავლური ინტეგრაცია და ევროკავშირში და ევროსტრუქტურებში, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა და ამის თქმის საფუძველს ჩვენ გვაძლევს ის განცხადებები, რომელ განცხადებებსაც აკეთებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. მე პირველი კითხვით გადავალ მალხაზ ჭკადუასთან, რომელიც, როგორც გითხარით, არის საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენელი და მალხაზ მინდა გკითხოთ, ვინ გახსენდებათ პირველი იმ ადამიანებიდან, საქართველოს ხელისუფლებიდან, მმართველი პარტიიდან, ვინც მიიღო რუსული კანონი და ვისაც აქვს დასავლური განათლება და იმ ფონზე, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ევროპულ პერსპექტივას უკარგავს, თავად უარს არ ამბობს დასავლურ სიკეთეებზე. გამარჯობა, მანანა, მივესალმები თქვენს აუდიტორიას. ბევრია ასეთი, მაგრამ თავისი პოლიტიკური თანამდებობიდან გამომდინარე, ალბათ პირველივეს დავასახელებდი დღევანდელ პრემიერ-მინისტრს, ხო? ირაკლი ყობახიძე არის ადამიანი, რომელმაც მიიღო განათლება გერმანიაში, მას აქვს სამართალში დოქტორის ხარისხი, თუ სწორად მახსოვს დიუსელდორფის უნივერსიტეტში და გარდა იმისა, რომ გერმანია მას როგორც წარჩინებულ სტუდენტს თავის დროზე შესთავაზა არა ერთი დამსახურებული პრივილეგია სამართლიანობისთვის, რო ვთქვათ, შესთავაზა სტიპენდია, სასწავლო მასალები, გარემო დაცული, ტოლერანტული გარემო, სადაც არავის არ განეკითხავდა მისი წარმომავლობის თუ სხვა განსხვავებების გამო. წლების შემდგომ, როდესაც ის დაბრუნდა საქართველოში, მას არამხოლოდ აკადემიური, ასე ვთქვათ, საქმიანობისთვის გაეღო კარი, არამედ ძალიან ბევრ საერთაშორისო ფონდში გავიხსენებდი, გაეროს რამდენიმე პროგრამა, სადაც ის მენეჯერის პოზიციას იკავებდა, რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის და ამერიკელი ხალხის დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების პროგრამების მენეჯერი იყო, ან კონსულტანტი იყო, რეგიონული კოორდინატორი იყო, არამხოლოდ დაქირავებული იყო მისი კომპეტენციის გამო და მისი ცოდნის გამო, არამედ უშუალოდ მენეჯერულ პოზიციებს იკავებდა და ასრულებდა ჩვეულებრივი თანამშრომლის ფუნქცია-მოვალეებს, ანუ ის დასაქმებული იყო სულ რამდენიმე წლის წინ საერთაშორისო ორგანიზაციებში. ამიტომაც გამოვარჩია ირაკლი ყობახიძე, თუმცა უამრავი სხვა
ვინმეზე შეიძლება საუბარი და კობახიძე თან მით უმეტეს გერმანული სამართლის სკოლა საკმაოდ ისეთი საყოველთაოდ ცნობილია მთელ მსოფლიოში თავისი ყოვლის მომცველობით, თავისი ინკლუზიურობით და ძალიან პროგრესული იდეებით და სწორედ კობახიძისგან ასე თქვათ არის ყველაზე შეიძლება ასე ითქვას ცუდად თვალში გაჩხერილი ის თუ რას აკეთებს დღეს ქართული საზოგადოებისთვის, ქართული სახელმწიფოსთვის, ხო? თამაზი თქვენ ვინ გახსენდებათ ამ პოლიტიკოსებიდან პირველი ვინც რუსული კანონი მიიღო და ვის გამოც ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი საფრთხის ქვეშ დადგა და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. მოგესალმებით პირველ რიგში მეც. პირველ რიგში ვინც მახსენდება ეს არის შალვა პაპუაშვილი, რომელიც თვითონაც დასავლურ ორგანიზაციაში მუშაობდა და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, სწორედ მან მოაწერა ხელი კანონს, ხო? როდესაც პრეზიდენტმა უარი თქვა კანონის ხელმოწერაზე, ის დაბრუნდა გახსოვთ პარლამენტში და პაპუაშვილმა მოაწერა ხელი. და გარდა იმისა, რომ ეს ადამიანები, ვიცი, აი რა ხანაშვილი ვთქვათ და მიქანაძე, რომლებიც ოხანაშვილთან ერთად ეს მიქანაძე ვარ ვახსენოთ, გამორიცხული ამბავია მართლა, იმიტომ რომ ძალიან აქტიურად პროპაგანდირებდნენ იმას, რომ ეს კანონი არის აუცილებელი ქართული საზოგადოებისთვის, საქართველოს მოსახლეობისთვის და ამ დროს გარდა იმისა, რომ კანონს ხარ დაუჭრეს, ისინი მუდმივად დღემდე თვითონ ძალიან ებღაუჭებიან ამ ევროპულ სიკეთეებს, დასავლურ სიკეთეებს და უფრო მეტიც არაერთ პარლამენტის არაერთ წევრს ვთქვათ უცხოეთს მოქალაქე შვილები ჰყავს, იმიტომ რომ მათი მეუღლეები იქ მიდიან ხოლმე იმისთვის, რომ ბავშვები გააჩინონ და მოქალაქეობა მიიღონ და ამ შემთხვევაში ბუნებრივია ის, რომ ვთქვათ ეს კანონი ემსახურება გამჭვირვალობას, რაზეც ბათუმელები წერს, რასაც გამჭვირვალობა იკვლევს და ფაქტ-ჩეკით წერს და რა ვიცი, არაერთი ორგანიზაცია, რა თქმა უნდა, ეს არის სრული აბსურდი და ოქსიმორონი რა ამ ფონზე. ორივე ადამიანი არის ქართული ოცნების პირველ ოცეულში მოხვედრილი და ქართული ოცნების საარჩევნო ბანერზე წერია რუსებით ევროპისკენ. თქვენი აზრით, რამდენად თანხმედრაში მოდის ეს სლოგანი და ის პოზიციები, ამ პოზიციებიც ის გადაწყვეტილებები, რა გადაწყვეტილებებიც ამ ადამიანებმა მიიღეს რუსული კანონის სახით და მე შეგახსენებ, რომ თითქმის ყველა ჩვენმა პარტნიორმა დასავლეთიდან თქვა, რომ რუსული კანონი უნდა გაუქმდეს და თქვა, რომ ამ კანონის პირობებში ვერ შევალთ. ვერ გავხდებით არ დაიწყება გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები. ფიქრობთ თუ არა, რომ ეს არის მანიპულაციური სლოგანი, ცდილობენ მოსახლეობის მოტყუებას აი ამ სლოგანით და როგორი ეფექტი ისაც. კი, აი თქვენ თვითონ უპასუხეთ ახლა შეკითხვას, ეს არის მანიპულაციური აშკარად, იმიტომ რომ მათ ძალიან კარგად იციან, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს უნდა სწორედ ინტეგრაცია დასავლეთთან და ევროკავშირში გაწევრიანება და ეს არაერთხელ დადასტურდა კვლევებითაც და ამ ადამიანებს სჭირდებათ ხელისუფლება, რომელიც აი ამას დააჩქარებს და მოლაპარაკების პროცესი კი არ დაიხურა, პირიქით უნდა გაიხსნას და ამ მესიჯს ისინი სწორედ ამ თავიანთი, ვთქვათ, პოტენციური ამორჩევლისთვის აუცილებლად, თორე ის აუდიტორია, რომელიც ამბობს მუდმივად აი რუსული პროპაგანდის მსხვერპლი, რომელიც ამბობს, რომ არც დასავლეთი უნდა და არც რუსეთი და ფაქტობრივად რუსეთს უჭერს ამ განცხადებებით მხარს, ხო, ამ პოზიციით, იმისთვის ამას არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც მიიჩნევს, რომ აი ქართული ოცნება მშვიდობი, ჭყალებში ვამბობ, ანუ მშვიდობის დაცვით და ომში არ ჩათრევით წაიყვანს ქვეყანას დასავლური გზით, რაც თავისთავად ნებისმიერმა საღად მოაზროვნე ადამიანმა იცის, რომ არის ტყუილი და მანიპულაციური და აი ყოველდღე ვრცელდება განცხადებები ამასთან დაკავშირებით, ხო, ჩვენი დასავლური პარტნიორები გვეუბნებიან, რომ ასე ვერ შეხვალთ ევროკავშირში, ესენი ჯიუტად იმეორებენ, რომ შევალთ რა და მე მგონი მარტივი ლოგიკა არის აქ, ხო, ნებისმიერ ამორჩეულს შეუძლია დაფიქრდეს, რაღაც დააწყოს პასით და მიხვდება, ხო, საითაც მიდის ეს ქვეყანა. მე პირველი კითხვის პასუხად კიდე გავეხსენებდი იმ ადამიანს, რომელიც აგერ გვერდითა შენობაში ზის ხოლმე თავის პოზიციიდან გამომდინარე, დიახ, თორნიკე რიჟვაძესაც აქვს წინვალე ბრიტანული განათლება, მას სწორედ
გაერთიანებული სამეფოს სპეციალურმა პროგრამამ შივინინგმა მისცა საშუალება, რომ მიეღო ის განათლება, რითაც ის დამსახურებულად თავს იწონებს. შივინინგი იქნება თუ ნებისმიერი სხვა პროგრამა Fulbright-ი თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რაც ქართველ გამორჩეულ სტუდენტებს საშუალებას აძლევდა მიეღოთ განათლება დასავლეთის წამყვან უნივერსიტეტებში. ამ კანონის არსებობის პირობებში უბრალოდ პირველ ეტაპზე შეჩერდება ან მილევად რეჟიმში გადავა, საბოლოო ჯამში კი შეწყდება, იმიტომ რომ პრაქტიკულად ქვეყანა ერთი მხრივ ბრუნდებოდეს რუსულ ორბიტაზე და მეორე მხრივ იღებდეს დასავლეთისგან სიკეთეებს, ეს გამორიცხული არის და ამ პროგრამებთან ერთად, რა თქმა უნდა, ვახსენოთ ევროკავშირის ძალიან კარგი პროგრამა სტუდენტებთან დაკავშირებით, ეს არის Erasmus-ი და Erasmus Plus-ი, რომელმაც ათასობით ქართველ ხელმოკლე ოჯახების შვილებს მისცა საშუალება, რომ მიეღოთ განათლება პოლონეთის, გერმანიის, საფრანგეთის, სკანდინავიის ქვეყნების კარგ უნივერსიტეტებში. ისინი დაბრუნებულიყვნენ და სხვადასხვა პოზიციაზე, სამოქალაქო სექტორი იქნებოდა კერძო თუ საჯარო სამსახური, იქ გაეგრძელებინათ შრომა, როგორც საკუთარი თავისთვის, ოჯახებისთვის, ისე ქვეყნისთვის. რაც შეეხება თქვენს კითხვას, ცხადია ეს манипуляция და მეტიც ფარისევლობაა პოლიტიკური, იმიტომ რომ პრაქტიკულად ქართული ოცნების დღევანდელ ნარატივში, პოლიტიკაში, მათ ქმედებებში ევროპისთვის როგორც პოლიტიკური ერთეულისთვის ადგილი არ რჩება. თუ შენ ამბობ, რომ ადამიანებს გამოვარჩევ მათი პოლიტიკური მიკუთვნების მიხედვით, თუ შენ ამბობ, რომ ადამიანებს გამოვარჩევ იმის მიხედვით, თუ ვინ აკრიტიკებს ხელისუფლებას ან ვინ არ აკრიტიკებს, ლოიალობას ავლენს თუ არა მოქმედი ხელისუფლების მიმართ თუ არა, თუ შენ ბოლოს და ბოლოს რაღაცა ტიპის დღესასწაულების დროს აღსანიშნავ კონცერტებზე დაპატიჟებ მომღერლებს იმის მიხედვით თუ ვინ უჭერს მხარს ხელისუფლებას, ხო? და ადამიანებს სამეცნიერო ფონდებს თუ გრანტებს და ოფინანსებ იმის მიხედვით ვისაძლებს ხმას არჩევნებზე, ასეთი საზოგადოების და ტიპის მოწყობის სახელმწიფოს ადგილი ევროკავშირში არ არის და სწორედ ამგვარ სახელმწიფოს მოდელს და ამგვარ საზოგადოებრივ მოდელს გვთავაზობს ჩვენ ქართული ოცნება. მისი ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია და ეს არ არის რაღაცა ჩემი ორგანიზაციის პოზიცია ამ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, რომ აკეთებენ მხოლოდ იმიტომ, რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება, რომ იმუშაონ იმ ელექტორატზე, რომელიც მათ უჭერს მხარს, ვინც აი რაღაცნაირად არიან თითქოს კიდევ გამოკიდებულები რაღაცა ბიძინა ივანიშვილის პერსონას და რაღაცა წინა ხელისუფლების ასე ვთქვათ მიუღებლობას და პრაქტიკულად ამით ცდილობენ დააშენონ კვაზი იდეოლოგია, რომელიც დაფუძნებული იქნება ოჯახურ რაღაცა სარწმუნოებრივ ღირებულებებზე, ტრადიციებზე, არადა სინამდვილეში არც ოჯახის სიწმინდეა ქართული ოცნებისთვის პრიორიტეტი, არც სარწმუნოებრივი საკითხი და ილია ჭავჭავაძის პორტრეტებით ოთახებში ძალიან ფარისევლურად აქვთ გამოჩენებული, ეს შემიძლია თავისუფლად თქვა. ევროპაში და მე მინდა რამდენიმე დეპუტატის შესახებ გავიკითხო ინფორმაცია. ერთი არის მაგალითად გოჩაინიძე, რომელიც შვილიც თინათინენიძე სწავლობს გერმანიაში, მაკაბოჭორიშვილის შვილი, რომელმაც მაკაბოჭორიშვილმა მიიღო რუსული კანონი მხარი დაუჭირა ასე ვთქვათ ევროპული მომავლის ჩაკეტვას გადადებას, სწავლობს და დღემდე ცხოვრობს ბრიუსელში, ასევე ზაზა ლომინაძის უფროსი შვილი ეკა ლომინაძე ცხოვრობს ქუთაისის მაჟორიტარია ეს ლომინაძე, ასევე გია ვოლსკის შვილი ცხოვრობს ამერიკაში, შტატებში, გიორგი სოსიაშვილის შვილი სწავლობს იტალიაში, სალომე ფურასბედიანი, რომელიც ასე ვთქვათ ერთ-ერთი მხარდამჭერი იყო ამ რუსული კანონის დეპუტატია, ახალგაზრდა დეპუტატი, თავად იყო სწავლობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და საკმაოდ კარგი განათლება აქვს, დასავლური მიღებული და ეს ყველაფერი თან მიღებული აქვს დასავლური დაფინანსებული. ანუ რა გამოდის? სად არის ლოგიკა? ანუ თქვენ როგორც ერთი რიგითი მოქალაქე როგორ აღიქვამთ იმას, რომ ერთის მხრივ ჩვენთვის იღებენ კანონებს, რომელი კანონიც ჩვენს მომავალს გაურკვევს, ბუნდოვანს ხდის და მეორეს მხრივ ყოველთვის აკეთებენ იმისთვის, რომ თავიანთი შვილები ევროპაში გაუშვან და იმ ორგანიზაციების მეშვეობით, ვისაც ასე ვთქვათ სულ ორგანიზაციებად ნიშნავენ, ტულ ორგანიზაციებად უბრალოდ იღებენ დაფინანსებას ეს ადამიანები და სწავლობენ ევროპაში.
ლოგიკა არ ვიცი, აქაც შეიძლება ლოგიკა დაინახო, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ადამიანებს, ვინც რუსული კანონი დაინიცირა და მერე მხარი დაუჭირა და ყველაფერი გააკეთა, ვთქვათ, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების მარგინალიზებისთვის, აგერ ხაზმა თქვა და რა თქმა უნდა ვეთანხმები, აქვთ ერთადერთი მიზანი, ეს არის რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება და ამ ძალაუფლებასთან ერთად შეინარჩუნონ ის სიკეთეები, რომელსაც იღებენ არასამართლებრივი გზით. და ამ სიკეთეებს მერე იყენებენ სწორედ იქ, სადაც უკეთესი ცხოვრება. იქ ხარჯავენ, ამას იქმნიან საკუთარი თავისთვის, საკუთარი შვილებისთვის. ბუნებრივია იმ შემთხვევაში, თუ კი ჩვენ გავაგრძელებთ ფუნქციონირებას და ვიქნებით მუდმივად მონიტორინგის რეჟიმში და ამ ხელისუფლებას არ გავატარებინებთ, თქვათ, კორუფციულ სქემებს, მიტაცებას და ასე შემდეგ, ეს მათთვის იქნება დისკომფორტის შექმნელი და ისინი ვერ მოახერხებენ, ხო? იმის შენარჩუნებას, რაც ახლა აქვს და რასაც აკეთებენ საკუთარი ოჯახებსა და შვილებისთვის. გარდა იმისა, რომ ისინი სწავლობენ, ასე მთელი ოჯახებით და სანთისაუთი დადიან დასასვენებლად, შოპინგებზე, დროს სატარებლად და ასე შემდეგ და სხვათა შორის კონფერენციებზეც დადიან და იქ რას ლაპარაკობენ, არ ვიცი, სიმართლე გითხრათ და რას სწავლობენ. მაგრამ ფაქტია, რომ აი ამიტომ არ ვჭირდებით, ამიტომ ვეკეცით მათ ჩვენ პრობლემად, რომ ხელს უშლით იმის მიღებაში, რაც არასამართლებრივად, არაკეთილსინდისერად უნდა მიიღონ, რომ მერე საკუთარ შვილიშვილებს და მომავალს შეუქმნან რაღაც კეთილდღეობა, ხო? იმ მოსახლეობის ხარჯზე, რომლის გადახდილი ფულითაც ამას აკეთებენ და ასევე დასავლეთიდან დასავლური დონორების მიერ შემოტანილი გრანტები იქნება თუ სესხები. თქვენ ხედავთ, რომ ქვეყანაში ინფრასტრუქტურა, რომელიც დასავლური დაფინანსებით კეთდება, ბოლომდე მიყვანილიც კი არ არის. იმაზე არაფერს ვამბობ, რომ მალავენ ვისი დაფინანსებით კეთდება ესა თუ ის სიკეთე, ხო, ამ ქვეყანაში და ამის გარდა კიდე წლების განმავლობაში ვერ მთავრდება, იმიტომ რომ სწორედ კორუფცია ის მართლა გონივრული ეჭვია ამის, რომ კორუფციული სქემების გამო ვერ ხერხდება იმ თანხის სწორად განკარგვა და როდესაც დადგა დღის წესრიგში, რომ აბა სად წავიდა ამდენი თანხა და იმ დამფინანსებლებსაც გაუჩნდათ ეჭვი, ამის შემდეგ გადაიქცნენ ისინი მტრებად, თორემ მანამდე კი არ იყვნენ მტრები, მანამდე შესანიშნავად იღებდნენ ამ სიკეთეებს, ხო, ხელისუფლების წარმომადგენლებს. ანუ ლოგიკა არის ეს რა, რომ ჩვენ არ უნდა ვარსებობდეთ, რომ იმათ ხელი არ შეუშალოთ. თუმცა სწორედ აქ შემოდის უკვე დასავლეთის ფაქტორი და ისინი ამის შემდეგ ბუნებრივია კი შეწყვეტენ, თქვათ, ამ დაფინანსებას, თუ ესენი დარჩებიან ხელისუფლებაში და ამ სიკეთეებზე მათთვის ეს ხელმისაწვდომობა აღარ იქნება და შეიზღუდება, მაგრამ უკვე რა თქმა უნდა ის ზიანი იმხელა იქნება. მე არ ვიცი, როდის შეიძლება, რომ სახელმწიფომ ეს ზიანი რაღაცნაირად დააბალანსოს და გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან. აი შვილებთან დაკავშირებით ძალიან ნათელი პარალელი არის რუს მაღალჩინოსნებთან რა. ვერ იპოვით, კარგად რომ მოძებნოთ, ვერ იპოვით ვერც ერთ რუს მაღალჩინოსანს, რომლის შვილი ან დასავლეთში არ სწავლობს, ან დასავლეთის რომელიმე ქვეყნის პასპორტი არ აქვს. პესკოვიც კი, რომელიც არის კრემლის და უშუალოდ პუტინის პრესმდივანი, მისი შვილიც კი არის ბრიტანეთის და კიდევ მე მგონი მეორე ქვეყნის ევროკავშირიდან მოქალაქე. ხო, ანუ ეს პრაქტიკა არ არის ქართული ოცნების მოგონილი, ეს ძალიან კარგად პოლიტიკური ტექნოლოგიების ნაწილში რუსებმა ითვისეს და ამათ ესენი აკეთებენ, ასე ვთქვათ, კოპირებას იმისას, რომ თვითონ მიიღონ ყველაფერი, რაც კი შეიძლება მიიღოს დღეს ადამიანმა დასავლეთიდან, მათ შორის გრანტებითაც, აი, სულ რაღაცა რამდენიმე დღის წინ ქართულმა ოცნებამ 20-ეული გამოაქვეყნა საკუთარი კანდიდატების, ანუ პარტიულ სიაში პირველი 20 ნომერი და იქ არიან ადამიანები, რომლებსაც USAID-ის დაფინანსება მიუღიათ. თან არა 5-6 წლის წინ, არამედ 2-3 წლის წინ. მეტიც შარშანაც კი მიუღიათ, ხო? ანუ პრაქტიკულად ამ პოლიტიკურ ფარისევლობაში უნდათ გახვიონ მთელი საზოგადოება, უნდათ რომ ნაკლები სერვისი მივიდეს არასამთავრობო ორგანიზაციების გზით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან, ძალადობის მსხვერპ ქალებთან, სოფლებში გაქრეს ის ეკონომიკური საშუალება, რომელსაც აჩენდა და ჯერ კიდევ აჩენს EMPARD ევროკავშირის დაფინანსებით, USAID-ის პროგრამების ზრდა თუ ასე შემდეგ, რომ ადამიანებმა შეძლონ სიღარიბის ჭაობიდან ამოსვლა და დამოუკიდებლად ცხოვრება, დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება და არა მანიპულაციური არჩევანის გაკეთება არჩევნებზე, ხო? ძალიან პირდაპირ შეიძლება
ხანდახან ხვდებიან ხოლმე თანამდებობის პირები და მინდა რომ შემხდეს არჩილ თალაკვაძე აქ და მინდა ვკითხო მას, როდესაც USAID-ის სამოქალაქო ჩართულობის პროგრამის კოორდინატორი იყო და შეხვედრებს აწყობდა მოქალაქეებსა და პარტიებს შორის. მაშინ ასრულებდა გლობალური ომის პარტიის დავალებას, მაშინ უცხო ქვეყნის გავლენის მატარებელი იყო თუ აკეთებდა იმ საქმეს, რაც მისი საზოგადოებისთვის სასიკეთოდ მიაჩნდა როგორც მას, ასევე ორგანიზაციას, რომელშიც იყო ის დასაქმებული, ხომ? ან იმავე შალვა პაპუაშვილს, რომელიც ჩემმა კოლეგამ და მეგობარმა ახსენა, ხომ? შალვა პაპუაშვილი წლების განმავლობაში გერმანიის საერთაშორისო განვითარების ფონდის სამართლის პროგრამის ხელმძღვანელი იყო და ძალიან ბევრი რამაა გაკეთებული GIZ-ს ამ ქვეყანაში. მაშინ მის ინტერესებს ატარებდით, ბატონებო, ატარებდით კერძო პარტიკულარულ ინტერესებს თუ ქვეყნის ინტერესებს თუ დასავლეთის ინტერესებს ატარებდით თუ გერმანიის და ვის, ანუ საკუთარ საზოგადოებას არ ემსახურებოდით? რა გამოდის, თუ არ ემსახურებოდით, მაშინ ახლა სად ხართ, ხო? ან თუ ემსახურებოდით, მაშინ არა მხოლოდ ჩვენ გამოვდივართ თქვენი ლოგიკით, ასე თქვა, უცხო ქვეყნის გავლენის მატარებლები, არამედ თქვენ, როგორც ამ გამოცემის რედაქტორმა, მთავარმა რედაქტორმა უთხრა მას შეხვედრაზე, რომ კი ბატონო, თუ დაიწყებთ ამ ბაზაზე მუშაობას და რესში მაშინ დავიწყოთ 2000 წლიდან და მან ძალიან ბევრი ადამიანი მოხვდება, მათ შორის სოზარ სუბარი, რომელიც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იყო, ანუ ამერიკის მთავრობის მიერ პირდაპირ დაფინანსებული მედია საშუალების კორესპონდენტი იყო და ძალიან მწვავე სტატიებს წერდა ადამიანის უფლებების თემაზე და ძალიან კარგი ტრამპლინი აღმოჩნდა მისთვის უფლებადამცველობისკენ და სახალხო დამცველობისკენ საბოლოო ჯამში. მაშინ ვის დავალებებს ასრულებდნენ? რომ ახლა ადამიანები, რომლებიც ცდილობთ და ათასობით ადამიანი ცდილობს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას ამ ქვეყანაში ველაპარაკებით კარდაკარ ადამიანებს, რომ როგორღაც მოუფრთხილდეთ იმ ყიფე მონაპოვარს, რომელიც 30 წელიწადში შეიქმნა ამ ქვეყანაში, ხო? და ამ ყველაფრის გადაყრა სურთ დიახაც ქართული ოცნების როგორც პარლამენტის წევრებს, ასევე ყველა იმ ადამიანს და ყველა იმ საჯარო მოხელეს, რომელიც მიზეზთა გამო ან დუმილს ამჯობინებს, ან Facebook-ის მონიტორად არის ქცეული პრაქტიკულად თუ ვინ ვის რას ულაიქებს, ხო? მინდა ვილაპარაკოთ განათლებასა და ჯანდაცვაზე, რას ირჩევენ თქვენი მმართველი პარტიის, ქვეყნის მმართველი პარტიის დეპუტატები, როდესაც საქმე ეხება მათი შვილების განათლებას, სად მიყავთ შვილები, საჯარო სკოლებში მიყავთ, რომელი საჯარო სკოლებსაც, ასე ვთქვათ, რომელი საჯარო სკოლების გამართულად ფუნქციონირებაც და ხარისხიანი განათლების მიღებაც ამ დეპუტატების ვალდებულება არის უზრუნველყოფილ შესაბამისი საკანონმდებლო ბაზით თუ შესაბამისი დახმარებებით, სად მიდიან, როდესაც ჯანდაცვის სერვისები ჭირდებათ, მიმართავენ ქართული ჯანდაცვის სექტორს თუ მიდიან საზღვარგარეთ სამკურნალოდ. მე მინდა მცირე ამონარიდი გავაკეთე, რომ როდესაც საქმე ეხება მშობიარობას, ანუ სად გაჩნდნენ შვილები, მათი დეპუტატები ირჩევენ საზღვარგარეთ გაუშვალი მეუღლეები, იქ ამშობიარონ, იქ მიიღონ ყველა სამედიცინო სერვისი, მათი შვილები გახდნენ მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების შემთხვევაში ალუდა გუდუშაურის ორივე შვილი არის დაბადებული ამერიკის შეერთებული შტატებში და შესაბამისად ისინი არიან საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები. რატომ ირჩევენ ამას? როგორ ლაგდება ის, რომ ერთის მხრივ ისინი მართავენ ქვეყანას, რომელი ქვეყნის განვითარებაც არის მათი მოვალეობა და მეორეს მხრივ, როდესაც საქმე ეხება მათ პირად საკითხებს, ირჩევენ სერვისებს საზღვარგარეთ ან კერძო სკოლებში ან ასე შემდეგ. ხო, ეგეც ახლა ძალიან ისეთი გავრცელებდა რეზონანსული ინფორმაციაა, რომ თანამდებობის პირებს ძირთადად კერძო სკოლებში მიხავთ თავიანთი შვილები და მინდა გითხრათ, რომ განათლების ხარისხი იმდენად შეიძლება არ იყოს განსხვავებული, რამდენადაც ინფრასტრუქტურულად არის რადიკალური სხვაობა, ვთქვათ, კერძო სკოლებსა და საჯარო სკოლებს შორის და
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი სკოლა იქნება ეს საბავშვო ბაღი, საჯარო სექტორზე ვამბობ, სწორედ დასავლელი პარტნიორების და დონორების მიერ არის კეთილმოწყობილი, გარემონტებული, სასწავლო რესურსები თუ უზრუნველყოფილი და ასე შემდეგ და დღეს თუ რომელიმე მუნიციპალიტეტსა და სოფელში ვიღაცის შვილებს ხელი მიუწვდებათ, რომ კონდეთ ნორმალური საგანმანათლებლო გარემო, ეს არის სწორედ დასავლელი პარტნიორების მიერ გაწეული დახმარება. რაც შეეხება იმას, რომ ეს ადამიანები ირჩევენ, კი ირჩევენ, იმიტომ რომ ჩვენ წეგან მალხაზმა ახსენა, კი მყიფე დემოკრატია გვაქვს. ჩვენ 30 წელია დავიწყეთ რაღაც სახელმწიფო ჩამოყალიბება და განვითარება და ჯანდაცვა იქნება ეს თუ საგანმანათლებლო სექტორი იქნება სწორედ დასავლური ფინანსებით და დონორებით ვცდილობთ რომ ხარისხი ავამაღლოთ ხო იგივე ჯანდაცვაში მაგალითად თუ საქართველოში შესაძლებელია რომ ვიღაც კარგ ექიმთან მიხვიდე და ნორმალურ კლინიკაში ხო ნებისმიერ ექიმს განათლება მიღებული აქვს ისევ და ისევ დასავლეთში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში თუმცა თვითონ სისტემა სამწუხაროდ ჯერ არ არის იმდენად გამართული და იმდენად მაღალი არ არის მის სანდოობა რამდენადაც სასურველი იქნებოდა მაგალითად და ეს ჩვენ ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს ხელი რაზეც არ მიგვიწვდება ამ ჯანდაცვის მაღალ ხარისხზე ამაზე ხელი მიუწვდებათ სწორედ თამდეობის პირებს და იმ ადამიანებს რომლებიც ჩვენი ხარჯით ან ჩვენს ხარჯზე დიდრდებიან და სწორედ იმიტომაც აქვთ ეს ხელმისაწვდომობა რომ საკუთარი ოჯახის წევრები იქნებიან თუ თვითონ მახსენდება მე მაგალითად ღარიბაშვილი პრობლემა არ მინდა ეხლა რომ შევცდე მართლა რაღაც შოვის ტრაგედია იყო თუ რა იყო მახაც არ ვიცი შეიძლება შენ გახსოვს კარგად რომელიღაც სამკურნალოდ იყო იმ პერიოდში იწერებოდა ეს ინფორმაცია რომ რომელიღაც სამდეობის პირი იყო წასული სამკურნალოდ სადღაც უცხოეთში იმიტომ რომ საქართველოში არ იყო ხო ღარიბაშვილის მამის პრობლემა ჰქონდა მე მგონი რაღაც და აქეთ ხო სხვა პრობლემა იყო მაგრამ ხო ამ შემთხვევაში ხო მეც ოღონდ ნამდვილად ვიცი რომ იყო რომელიღაც სამდეობის პირი რომელსაც აი საზღვარგარეთ ყავდა წაყვანილი ოჯახის წევრი თუ თვითონ იყო წასული იმის რომ ემკურნა ოღონდ ეს ნამდვილი ინფორმაცია გვარი რა თქმა უნდა არ მახსენდება გარდა ამისა რა თქმა უნდა სამშობიაროდ იმიტომ რომ მე წეგან მახსენე რომ იქ გაჩნდნენ შვილები და ჰქონდეთ იმ ქვეყნის მოქალაქეობა სადაც მაღალია ბედნიერების ხარისხი ან უბრალოდ რა ადამიანებს შეუძლიათ იყვნენ რა ვიცი რაღაცა დარწმუნებული იმაში რომ თუ რაღაცა პრობლემა გაუჩნდება ჯანდაცვა იქნება ეს თუ საგანმანათლებლო სისტემა იქნება სახელმწიფო მათ დაუდგება გვერდით და უზრუნველყოფს რასაც ვერ ვიტყვით იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ აქ რამხელა აკონდროპლაზიით დაავადებული ბავშვები მშობლებს რამხელა ომის გადატანა დასჭირდათ და იმის ნაცვლად რომ იქ მისულიყვნენ და ხელი შეეწყოთ რაღაც წვიმაში ის ტენტები რომ გადააფარეს ისიც კი დაუნგრია იქ მისულმა სამართალდამცავმა უწყებამ ხო ნუ ყოველ შემთხვევაში პოლიცია ვნახე გარდა ამისა აი სიმსივნური დაავადებების შემთხვევაში ადამიანები ვერ იღებენ სრულფასოვან მომსახურებას და ისეთ დროს უწევთ ხოლმე უცხოეთში წასვლა როცა ვთქვათ ამ მკურნალობას შესაბამისი ანუ სასურველი შედეგი აღარ აქვს მაგრამ თავის დროზე აი სახელმწიფოში აი ნორმალურ სახელმწიფოში სადაც ხარისხიანი ჯანდაცვა ეს აღარ არის სასიკვდილო განაჩენი უკვე სიმსივნური დაავადებები ხო ძალიან მინიმალურია იქ პროცენტულად გარდაცვალების შემთხვევები იმიტომ რომ თავის დროზე ერთვება სისტემა და მიდის ნორმალური მკურნალობა საქართველოს არის ქვეყანა სადაც არ ხდება კიბოს დიაგნოსტიკის კი არც არ დაფინანსება ხდება და ასევე მედიკამენტებზე აქვს პრობლემა ადამიანებს ხო და ასევე მე მინდა გავიხსენო ის C-ჰეპატიტის სკრინინგი, რომელიც სწორედ დასავლური დაფინანსებით შემოვიდა საქართველოში და უამრავი ადამიანი დღეს ცოცხალი თუ არის სწორედ იმიტოა ცოცხალი, რომ აი ამ პროგრამაში იყო ჩართული და ამ პროგრამის ფარგლებში გაიარა მკურნალობა, ხო, შესაბამისი პრეპარატები მიიღო, რომელიც ძალიან ძვირადღირებულია სხვათა შორის. რას უკეთებენ ამ ადამიანებს? ვთქვათ, იგივე მეტადონის პრობლემა რო ავიღოთ, ხო, ჩვენ ვიცით საქართველოში ესე ძალიან რთული და მნიშვნელოვანი პრობლემაა, ხო, ბევრი ადამიანი ყავს მომხმარებელი და ამ შემთხვევაში აი რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, როცა გამოდის ჩვენი პრემიერ-მინისტრი იქნება თუ პარლამენტის წარმომადგენლები და ამბობენ, რომ აი ისა გამოყოფს იმას არასამთავრობო ორგანიზაციების ფონდს დაარსებს, იმისთვის რაღაცა თანხას გამოყოფს, ამის სადა აქვს ჩვენს ბიუჯეტს, ამის შესაძლებლობა, ხო? ჩვენ ხო ვიცით, რომ ახლაც კი ჩვენი ბიუჯეტის გარკვეული პროცენტები სწორედ არის უზრუნველყოფილი იმ დასავლური სესხებით და გრანტებით. ძალიან მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება სავარაუდოდ მალე
სხვადასხვა სფეროს, რადგან ვიცით რომ შეჩერდა დაფინანსება თავდაცვის სფეროში და ხო, ანუ ეს კიდევ ეს ძალიან რთული ამბავია და მახაზიტყვის მე მინდა ვთქვა რომ აი კიდევ არ მინდა რომ გამოჩნდეს აი ეკოლოგიური კატასტროფები, ხო, რომელიც ამერიკამ თქვა რომ აღარ დააფინანსებს, ხო, იმ გეოლოგიურ კვლევებს, რომელიც მიმდინარეობდა და ჩვენ ვიცით რაც იყო და კი რაც იყო საქართველოში და ინფორმაცია და სეისმური ცენტრის დაფინანსებას არ შეეხება. არ შეეხება იმ დროებით, სანამ რაღაც პროგრამები მიმდინარეობს, მაგრამ მე ახალთან დაკავშირებით არ ვიცი რა იქნება, ხო, თორე ეგ კი გასაგებია და ისიც კი რაც იყო მოწოდებული თავის დროზე, ხო, ისეთ რაღაცა წინასწარ შეტყობინებისთვის და პრევენციული ღონისძიებისთვის ისიც კი არ იყო, ხო, სრულყოფილად და ნორმალურად განხორციელებული. მე სკოლებთან მარტივი კითხვა მექნებოდა ამ შემთხვევაში გაგიცვლი როლს. გახსენდება თუ არა რომელიმე მაღალი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის ფიგურა, რომლის შვილიც დადის საჯარო სკოლაში. კარგი. შეიძლება იყოს, მე არ მახსენდება. კი ბატონო, ბოლო 20 წელიწადში ერთადერთი მინისტრი ყავდა, ცოტა სხვა თემაზე რო გადავიდეთ, ერთადერთი მინისტრი ყავდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი, რომელმაც გასაგებია რომ პოლიტიკური ტექნოლოგიის თვალსაზრისით ძალიან კარგად გამოიყენა ეს თემა მაშინ, მაგრამ რომლის შვილმაც მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური. როცა საქართველოს ახალგაზრდებს უკიჟინებენ იმას, რომ აი რომელიღაცა პოლიტიკური პარტიის მიერ შეთავაზებული სცენარით მათ შეუძლიათ თავი აირიდონ რაღაცა ტიპის ვალდებულების, სამხედრო ვალდებულების შესრულებისგან, რომელმა მათგანმა გაგზავნა საკუთარი შვილი სახელმწიფოს სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსახდელად, ხო? დაახლოებით იმავე კორელაციაში შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზე, რატომ არ ენდობა არც ერთი განათლების მინისტრი საკუთარ სისტემას ისე რომ მისი შვილი ან შვილები მიაბაროს. ბოლო განათლების მინისტრები ვინც ყავდა, ყველა შვილები სწავლობენ კერძო სასწავლებელში და ეს არის დაკანონებული უთანასწორობა ქვეყანაში, სადაც მდიდარ ადამიანებსა და ღარიბ მოსახლეობას შორის უსრული კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. რაც არ უნდა მოინდომოს ბათუმის საჯარო სკოლის, ხულოს საჯარო სკოლის, ხელვაჩაურის, ფოთის, ზუგდიდის, ჩხოროწყუს და ასე შემდეგ საჯარო სკოლის მოსწავლემ, რაც არ უნდა ნიჭიერი იყოს, მას სასტარტო მდგომარეობა ვერასდროს ვერ ექნება ისეთი, როგორც იმ თანამდებობის შვილებს რომლებიც სწავლობენ 15,000-იან, 20,000-იან სკოლებში. კერძო პირი რომ იყოს, მე პრობლემა არ მექნებოდა, მაგრამ თუ შენ სისტემას მართავ, მაშინ სისტემაში უნდა ყავდეს შვილი. მე მგონი არც ერთ ნორმალურ შემდგარ დემოკრატიებში ეს არ იქნებოდა ნორმალიზებული. რაც შეეხება ჯანდაცვას, დიახაც ნაზიმ რომ ახსენა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. მაშინ საქართველოს ძალიან გაუმართლა, რომ 30,000 ადამიანი მოხვდა ამ პროგრამაში და ამერიკელებმა ძალიან დიდი დახმარების ხელი გამოუწოდეს საკუთარ პარტნიორ სახელმწიფოს. მსგავსი პროგრამები, მსგავსი წამოწყებები, იდეები უბრალოდ აღარ განხორციელდება ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ ვიღაცეებმა ჩათვალეს, რომ მოქალაქეებზე, მოსახლეობაზე უფრო ჭკვიანები არიან. არ არის ეს ასე, ეს ქვეყანა უბრალოდ ვერ გადაიხურება. ამ ქვეყანას აქვს არა მხოლოდ ისტორიული კავშირები და ძალიან დიდი ხიდები ევროპულ ცივილიზაციასთან, ეს ქვეყანა თვითონ იყო ევროპული ცივილიზაციის ნაწილი და აღმოსავლური რენესანსის გვირგვინი სწორედ აქ დაიწერა, ცოტა პათეტიკურად თუ არ მიიღებს თქვენი მაყურებელი და ეს ყველაფერი რაც ახლა ხდება, ათასობით ქართველი სტუდენტი უცხოეთში, ათასობით ადამიანი, რომელიც ცდილობს იქ დასავლეთში კარიერის აწყობას და სამწუხაროდ 100,000-ობით ემიგრანტი, რომელთა ნაწილი ალბათ გვიყურებს ახლა, ხო? ეს ადამიანები რატომ წავიდნენ გერმანიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, იტალიაში და ამერიკაში და რატომ არ წავიდნენ რუსეთში, ხო? იმიტომ რომ შრომის უფლებების თვალსაზრისითაც და ანაზღაურების თვალსაზრისითაც იქ გაცილებით უფრო სხვაგვარი ვითარებაა და იქ ადამიანებს ეიმედებათ იქაურობა. რა თქმა უნდა, მე პატივისცემ იმ ქართველ ემიგრანტებს, რომლებსაც მოუწიათ რუსეთში გადახვეწა აფხაზეთში კონფლიქტის შემდგომ და ფიზიკურად სხვა გასაქცევი არ ჰქონდათ, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს თუ ვინმე ეკონომიკურად საქართველოში
ეროვნული ვალუტის გამყარებაში ძალიან დიდ წვლილს გაიღებს ხოლმე, ეს პირველ რიგში არიან ადამიანები, რომლებიც დასავლეთის ქვეყნებში არიან დასაქმებულები. ამიტომ ძალიან მარტივია რა, ქართული ოცნება ცდილობს ამ ქვეყნის ბელორუსიზაციაც, რაც არ გამოვა, საბედნიეროდ არ გამოვა, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ ის ქვეყანა, რომელიც ავტორიტარულ რეჟიმს მწვანეს აუნთებს. კარგით, ძალიან დიდი მადლობა. იცი, მე როგორც ვთქვათ, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციის წარმომადგენელს ძალიან მინდა ვთქვა ეს, რომ ამ ქვეყანას უკვე დაეტყო კანონის მოქმედება და ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველ დღე ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები გამოდიან და საოცარ განცხადებას აკეთებენ და დღეს უბრალოდ მინდა გავიხსენო ცეკოს თავმჯდომარის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ TV პირველმა მოიპოვა პერსონალური ინფორმაცია არაკანონიერი გზით და ეს საგამოძიებო ფილმი, რომელიც გააკეთა TV პირველმა, თქვენ იცით, ეხებოდა იმას, რომ კომისიებში არიან საჯარო მოხელეები, ან მათი ცოლები, მაღალთანადობის პირების ოჯახის წევრები, ხო, დარეგისტრირებულები და ამაზე იყო სწორედ სიუჟეტი, რომ ეს არ აყენებს თანასწორ გარემოში, ხო, ამ არჩევნებს და შესაძლო, ანუ ხო, სავარაუდოდ ეს არის არჩევნების შედეგების მიტაცების გზა და ამაზე არავინ არ გააკეთა განცხადება, მაგრამ ისევ და ისევ დაიწყო თავდასხმა მედიაზე, ხო, მედია საშუალებაზე, რომელმაც ეს საგამოძიებო ფილმი გააკეთა. ანუ ჩვენ მოგვიწევს უკვე ისეთ სიტუაციაში მუშაობა, როდესაც არ შეგვეძლება რაღაცები დავამტკიცოთ და ჩვენი საქმიანობა უბრალოდ განვახორციელოთ, ხო? და სწორედ ეს არის ის, რაც რუსეთში გაკეთდა, ხო? ანუ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას, რომლებიც იყვნენ კრიტიკულად განწყობილი, უბრალოდ აღარ მიეცათ მუშაობის შესაძლებლობა, მათი ნაწილი დააკავეს, ნაწილი იძულებული გახდა, რომ ქვეყანა დაეტოვებინა. ამ ფაზაში ვართ ჩვენ შესულები და ეს საბოლოო ჯამში დააზარალებს არა მარტო ჩვენ, არამედ ქვეყანას დააზარალებს და მე მინდა რომ მოსახლეობა ამის შესახებ კარგად გაიაზროს. კარგით, დიდი მადლობა და დასასრულისკენ მინდა ძალიან კარგ საკითხს შეეხო ქალბატონი ნაზი და მინდა ამ თემაზე მცირე განმარტება გავაკეთო. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ გაავრცელა განცხადება დღეს მას შემდეგ რაც ცესკოს თავმჯდომარემ ასე ვთქვათ ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტები და წაგიკითხავთ მცირე ნაწყვეტს ამ მიმართვიდან ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ცესკოს თავმჯდომარეს შეახსენებს რომ მედიას აქვს უფლება თანამდებობის პირებს დაუსვას ნებისმიერი შეკითხვა რომელიც საჯარო ინტერესს ემსახურება ხოლო თანამდებობის პირების ვალდებულება ამ შეკითხვას დროულად და ამომწურავად უპასუხონ. საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და მმართველი პარტიის აქტიურ წევრებსა და მხარდამჭერებს შორის ნათესაური კავშირის დადგენა სწორედ ასეთ საჯარო ინტერესის საგანს წარმოადგენს, რამდენადაც მას არჩევნების ხარისხსა და შედეგებზე პირდაპირი გავლენის მოხდენა შეუძლია. ცესკოს ადმინისტრაციის თანამშრომელთა ნეიტრალურობა არის ცენტრალური საკითხი საარჩევნო პროცესის სანდოობის შესაფასებლად. მოკლედ ჩვენ დღეს დავიწყეთ ჩვენი პირდაპირი ეთერი იმით რომ კიდევ ერთხელ შეგახსენეთ რომ ველოდებით მთელი ქვეყანა საქართველოს მოსახლეობა ველოდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსულ კანონთან დაკავშირებით. მე ვისაუბრეთ იმის შესახებ რას ნიშნავს როცა ქართველი კანონმდებლები ჩვენთვის და აი თითოეული თქვენთაგანისთვის ვინც ახლა ამ ლაივს უყურებს აი თქვენთვის ნამდვილად იღებს რუსულ კანონს ხოლო თვითონ ამის პარალელურად არ ამბობს უარს დასავლურ პრივილეგიებზე, დასავლეთში მოგზაურობაზე, მიდიან ჯანდაცვის სერვისების მისაღებად დასავლეთში, განათლებაზე, როცა მიდგება და ხარისხიან განათლებაზე საქმე მიდიან დასავლეთში სასწავლებლად და ასევე ვისაუბრეთ იმაზეც, რომ ყველა საკვანძო ფიგურა საქართველოს მთავრობაში ქართული ოცნების მიმდინარე საარჩევნო სიაში პირველ 20-ში არის დასავლური განათლების მქონე, დასავლეთის ფონდებში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილების მქონე და ძალიან სამწუხაროა, რომ სწორედ ამ ადამიანების ხელით ხდება საქართველოს ევროპული მომავლის
თვის კარის ჩაკეტვა. მე გემშვიდობებით დღეს სტატია, რომელზეც საუბრობდით, შეგიძლიათ ნახოთ ბათუმელების ვებგვერდზე. დაახლოებით 1 საათის წინ გავაზიარეთ. აქ საუბარია იმაზე, რატომ აშავებს ქართული ოცნების მაღალჩინოსნები დასავლეთს და თვითონ რატომ იღებენ ყველა იმ სიკეთეს, რაც დასავლეთიდან მოდის. თვალი ადევნეთ ბათუმელებს, ნეტგაზეთს და დაგველოდეთ საინტერესო სიახლეებით, დაგიბრუნდებით. Počít, Manelico.